პირველ რიგში აბსოლუტურად უდანაშაულო თვითავს ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. დღეს დამტკიცდა ის, რომ საქართველოში მივარ მიკროფონი შეგიძლია მინდა ვთქვა, რომ არანაირად არ ვარ დაბნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. და დღეს მე ამას კიდევ ერთ ახალ ძალიან დიდ საერთაშორისო დანაშაულის შესახებ ვიდა შეთანხმებით. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახოვული მატარეს, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩატენეს აიგზენას ბომბარდირის თვითფრინავში და ყველანაირი ახალგაზრდების გარეშე ყველა კანონის დარღვევით ჩაომიყვანეს მოტაცებული საქართველოში. საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს, სხვადასხვანაირი გართულებებით და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს თავებას უთმობს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რის გამოც ასეთი, რასაც მოყვა ასეთი მოქმედება ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის. იმიტომ რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად, ინტერპოლს არ გაუჭირდა რამოდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩაომიყვანეს საქართველოში. მის დაარღვევს არა მარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა და იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი. მე ვთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევთხოვინებ გამოძიებას. არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს სამწუხაროდ მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხული პირდაპირ. კიდევ ერთხელ დავამეორებ, დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს და ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან თია წულუკიანის შოუები უნაგონი იქნება დამიჯერდეთ. ყველას გასაგონად ვთქვი, მათ შორის ჩემი პროკურორის. დიდი მადლობა. კარგით, შუამდგომობასთან დაკავშირებით რაც დააყენა ბატონმა პროკურორმა, თქვენ სურთ რამის განმარტება? მე ერთ რაღაცას განმარტება, რომ ბატონი გიორგი გაჩიაშვილის მიმართ საერთოდ პირველადად მაგახვითი ღონისძიების გამოყენების არანაირი იურიდიული საფუძველიც არ არსებობდა.